გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის სავსე მთვარეობაზე და მთვარის დაბნელებაზე. მოგეხსენებათ ზეგ გახლავთ მთვარის დაბნელება და ამავე დროს სავსე მთვარეობა. ეს მოვლენა, ეს ასტროლოგიური და ამავე დროს ციური მოვლენა მოახდენს თუ არა თქვენზე რაიმე გავლენას. ნახოთ პირველ რიგში თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ემოციური ადამიანი, მოსიყვარულე, თბილი, თქვენ გენატრებათ რაღაც ნოსტალგიაში ხართ, შესაძლებელია გზიდან ელოდებით ადამიანს, მოლოდინი გაქვთ მისი, თუმცა ამისათვის თქვენ პირადად არაფერს არ აკეთებთ, ელოდებით მისგან ნაბიჯებს. რაღაც ამ სტილის სიგნიფიკაცია ამოვიდა, ვისთანაც ეს არ არის აქტუალური. ესე იგი თქვენი სიგნიფიკატორი რა არის? თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ უდიდესი სიყვარული, თუმცა თუ არ დაინახეთ ქმედება ადამიანის, მაშინ თქვენ არ გასცემთ თქვენს ენერგიას. ასევე თქვენ ხართ ნებისყოფით გამორჩეული ადამიანი, დისციპლინირებული, შრომის მოყვარე და ასე ვთქვათ, კარგად გაქვთ ჩამოყალიბებული პრიორიტეტები. ასევე ხართ ენერგიული და გაქვთ მაღალი ტემპერამენტი. დაახლოებით თუ ამოიცანით თქვენი თავი, ვთქვათ 70% მაინც თუ დაემთხვა თქვენს პიროვნებას, რაც ვისაუბრე, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა ადამიანი ხართ და არ შეფერებით ამ აღწერილობას, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ ვიდეო. ვინც დარჩით თქვენთვის, რა მოაქვს 28 აგვისტოს სავსე მთვარეობას და მთვარის დაბნელებას თქვენთვის? ან რა ეტაპს ასრულებს თქვენ ცხოვრებაში? რა დასრულდება დაუშვათ, ან რა დაიწყება? ახლავე ძვირფასებო. ესე იგი, პერიოდი, როდესაც იყო დისტანცია, სიცივე, იგნორი, როდესაც სიშორე იყო ურთიერთობაში და ეს გრძელდებოდა ძალიან დიდხანს და ეს იყო რაღაცა, ასე ვთქვათ, დამხლელი თქვენთვის ეს ეტაპი დასრულდება, დასასრულს მივახლოვდა. და იწყება ეტაპი, სადაც თქვენ თავს იგრძნობთ პირველ რიგში თავდაჯერებულად, მხიარულად, დაიწყება ახალი ციკლი თქვენ ცხოვრებაში, სადაც მოგეცემათ არჩევანი და უნდა იმოქმედოთ. ანუ ეს ისეთი არჩევანი არ არის, რომ გადადგათ ნაბიჯი თუ არა. პირდაპირ უნდა იმოქმედოთ, რაც თქვენ მოგეტანთ სიამოვნებას და კმაყოფილებას. ეს არის თასების ტუზი. მოგეხსენებათ, რომ თევზები ზოდიაქოს ნიშანშია, ეხლა სავსე მთვარეობა და მთვარის დაბნელება. ეს არის წყლის სტიქიის არკანი, ანუ თევზების ნიშანს მიესადაგება. და რას ნიშნავს? ეხლა ყველა ამ ენერგიებში ვიქნებით და არა მხოლოდ თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ხალხი და აცედენტი თევზები, მხოლოდ მათ არ ეხება, ეს ეხება ყველას. ესე იგი, უფრო მეტი ემოციები შემოდის თქვენ ცხოვრებაში, უფრო მეტი თავგადასავლები, სიყვარული, კმაყოფილება და რა თქმა უნდა, თავდაჯერება, პირველ რიგში ფინანსური, ეს გახლავთ იმპერატრიცა. კარგით. ამის გარდა, მოდი ვნახოთ კონკრეტულად პირად ცხოვრებაში, თქვენს პირად როგორი ესე
ესე იგი, პირად ცხოვრებაში ძვირფასებო ინფორმაცია ჩაიკეტამ, რატომ? იმიტომ რომ ყველაფრის გაგება წინასწარ არ არის საინტერესო, ასე ვთქვათ. პირად ცხოვრებაში ესე იგი რაღაც არის, რასაც თქვენ განიცდით, შეიძლება გული გწყდებათ, დაუშვათ წარსულზე, რომ აი რაღაც სხვა გვარად რომ მომხდარიყო, ახლა არ იქნებოდით, თქვათ ლოდინის რეჟიმში, რომ დაუსვათ უნდა რაღაცას წერტილი. თუმცა თქვენ ამას აჭიანურებთ თითქოს, შეიძლება ეს ქვეცნობიერად არის ძვირფასებო და ცნობიერად ამას არ ფიქრობთ. ანუ რაღაცას უნდა დაუსვათ წერტილი თქვენ. უბრალოდ ვიღაცას ეს გრძნობა აღარ არის, უკვე ეს არის მიჯაჭვულობა, რაც ასე ვთქვათ, სხვა სიტყვებით თუ გამოვთქვამთ, არის ტოქსიური ურთიერთობა. ამას უნდა დაუსვათ წერტილი. ტოქსიურ ურთიერთობას ადვილად მოიცნობთ ძვირფასებო, თქვათ თუ თქვენ არ აგირჩიეს, თქვენ ხართ ურთიერთობაში ჩრდილში, ანუ თქვენ ჯერჯერობით სააშკაროზე არ გამოყავხართ პარტნიორს, ესე იგი ეს არის ტოქსიკური ურთიერთობა. ან თუ გიწევთ ლოდინი დიდი ხანი, რომ როდის გადამოდგამს ნაბიჯს, გადამოდგამს თუ არა, რას ფიქრობს თქვენზე არ იცით, ამ შემთხვევაშიც ეს არის ტოქსიკური ურთიერთობა. და ამას უნდა დაუსვათ წერტილი. დაუშვათ შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა თქვათ, რომ მე დიდი ხანია წერტილი დაუსვი და ურთიერთობაც აღარ მაქვს მასთან. მართალია, თქვათ ზოგიერთი ასეც იქნებით. თუმცა გონებაში მაინც არსებობს მასზე ფიქრები და აი ამასაც უნდა დაუსვათ წერტილი. დანარჩენს არ გავახმოვანებ, რაც ამოვიდა, ნუ არც არ ესაჭირო. საკმარისია ის, რომ თუ არის ტოქსიკური ურთიერთობა, ანუ რაც ვახსენე, თუ ამოიცანით თქვენი ურთიერთობა, დაუსვათ წერტილი. და არ მისცეთ თქვენი ენერგია. კარგით, ამის გარდა რა ცვლილება გელოდებათ? ძალიან კარგი ცვლილებებია ძვირფასებო, ძალიან კარგი. ანუ რაზეც შიშობთ, რაზეც ნერვიულობთ, განიცდით, შფოთავთ. ეს შეიძლება სიხარულით, ეს შეიძლება ხალისით, ეს შეიძლება სასიამოვნო თავგადასავლებით, მოგზაურობით. რაც არ უნდა გიკვირდით და თქვათ ახლა რომ აი როგორანაირად აი ესე ამოვიდა არკანები. თქვენს ფარველ ანგელოს მიყავხართ სწორ გზაზე, თქვენ ყველა ნაბიჯს სწორად დგამთ ცხოვრებაში და თქვენი მომავალი დღითი დღე ნაბიჯ უმჯობესდება. ასევე თქვენ აუცილებლად გექნებათ ჭეშმარიტი სიყვარული ცხოვრებაში, აუცილებლად, ოღონდ აქაც არის პირობა. მაშინ შემოვა ის, როდესაც თქვენ აირჩევთ თქვენს საკუთარ თავს. და ასე ვთქვათ, გახდებით უფრო სიამოვნებაზე ორიენტირებული, უფრო ლაღი, უფრო მხიარული და წინასწარ არ იფიქრებთ, რომ აი რა მოყვება ამ ნაბიჯებს, დაუშვათ ჩემზე რას ფიქრობს, რა მოხდება შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ფიქრებს, როდესაც გაუშვებთ და იცხოვრებთ საკუთარი სიამოვნებისთვის, ნამდვილად გამოჩნდება და უკვე განკუთვნილია თქვენთვის და უკვე მოდის კიდეც თქვენს ცხოვრებაში, ვისთვისაც აქტუალურია თქვენი მეწყვილე, თქვენი რეალური მეწყვილე, თქვენი ჭეშმარიტი სიყვარული. კარგით, კიდევ ვნახოთ. ფული ღმერთად ჩემო, ფული მოდის ძვირფასებო თქვენთან. ეს არის უდიდესი შანსი რაღაცაზე. შესაძლებელია ლატარია ითამაშოთ და მოიგოთ. შესაძლებელია დიდი ხანი ვინმე თქვენი ვალი ქონდა და დაგიბრუნონ. ან სასამართლო პროცესი მოიგოთ. ან უბრალოდ საჩუქარიც შეიძლება, თუმცა საჩუქარი, შესაძლებელია რატომაც არა. ესე იგი, ფინანსები მოდის თქვენთან და ადამიანი, რომელიც გაგახარებთ.